ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს, მათმა ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკონ სისხლის სამართლის სასამართლოს. ასეთია შალვა პაპუაშვილის პასუხი ლელოს ინიციატივაზე, რომლის თანახმად პარტია ოცნებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის დაწყებას ითხოვს. პაპუაშვილი ამბობს, რომ მათ ლელოსთან სალაპარაკო არაფერი აქვთ. მისივე თქმით, ოცნება რადიკალურ ჯგუფებს ადამიანებით და დემოკრატიით ვაჭრობაში არ შეყვება. მათ ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და ელაპარაკონ მათმა ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკონ სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. ასე რომ პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავება. მოყოლებული 2012 წლიდან მათ აქვთ ერთი მეთოდი. ეს არის ადამიანების გაწირვა წაქეზება დანაშაულზე, გაწირვა სასჯელისთვის და შემდეგ ამ ადამიანებით ვაჭრობა. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, რომ შეყვეს ამ რადიკალ ჯგუფებს ადამიანებით ვაჭრობაში, რითაც ისინი დაკავებული არიან და არც დემოკრატიით ვაჭრობას აპირებს საქართველოს ხელისუფლება. ლელოს ლიდერებმა გუშინ განაცხადეს, რომ აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. მათი პოზიციით კრიზისის განსამუხტად მხარეები ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე უნდა შეთანხმდნენ. ამის პარალელურად კი ქვეყანაში დაძაბულობის შემცირების მიზნით პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას უკვე გამოეხმაურდნენ ინიციატივის ავტორები. ირაკლი კუპრაძის თქმით, ოცნება ჰააგის ტრიბუნალამდე გზას იმოკლებს. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არაფერი აქვს სალაპარაკო ლელოსთან, ამას ამბობს იმ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც წარდგენილია ჰააგის ტრიბუნალზე, როგორც საერთაშორისო დამნაშავე და ის იმოკლებს ამ გზას ჰააგის ტრიბუნალამდე. ლელოს განაცხადი მიესადაგება ერთ ძალიან მარტივ დოქტრინას, რომ ეს ქვეყანა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ შეიყვანა კრიზისში და კრიზისიდან გამოსავალი არის დიალოგი ორ მთავარ ძირითად საკითხზე. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. პრინციპულად ლელო გააგრძელებს წინააღმდეგობას. ლელოს გეგმას არ იზიარებენ ოპოზიციის ალიანსში წევრი პარტიები მიიჩნევენ, რომ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შემდეგ მსგავსი ინიციატივა ოცნებისთვის მაშველი რგოლის გადაგდებას გავს. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში არა მხოლოდ ქართული ოცნების თავს დაკიდებული მახვილია, დამოკლეს მახვილი, არამედ სამართლებრივი და პოლიტიკური განაჩენია. ამ ფონზე ლელოს განცხადება ადვოკატობას გავს დამნაშავე პოლიტიკური ძალის და არა გულუბრყვილო მცდელობას დიალოგის. დიალოგი არ ჭირდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ამას ჭირდება ქართული ოცნების მხრიდან ციხის კარის გაღება და ამას არ აკეთებს ქართული ოცნება. შესაბამისად, ისინი ვერ გაიქცევიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც შეეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ცხადია ამას ხალხის მოთხოვნით ლეგიტიმური წარმომადგენლები ჩაატარებენ და არა რეჟიმის წარმომადგენლები CSKO-ში. ლელოს განცხადება არის ძალიან დასანანი, მცდარი და გამაზიანებელი არსებულ ვითარებაში. რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად შედგება, თუმცა ეს იქნება მოლაპარაკებები არა სიტუაციის განსამუხტავად, ანუ ეგრეთ წოდებული ნორმალიზაციის პროცესის დასაწყებად, რაც რეჟიმის ბუნებრივ ინტერესშია, არამედ ძალაუფლების გადაბარებასთან დაკავშირებით, ძალაუფლების დაბრუნებაზე ქართველი ხალხისთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს და ის მდგომარეობით ესაუბრო რეჟიმს ევაჭრო ტყვეებით, მაშინ როდესაც ის უკვე საერთაშორისო დონეზეც შეფასებულია როგორც კრიმინალური რეჟიმი. ლელოს პოზიციას მეტი მკაფიობა სჭირდება გახარიას პარტიისთვის. მათი თქმით, დღეს ქართული ოცნების მხრიდან დიალოგის არანაირი წინაპირობა არ ჩანს. უფრო მეტი მკაფიობა სჭირდება რა საკითხებზე, ვისი მედიაციის საშუალებით, რა პოზიციისგან, ვისთან უნდა მოხდეს დიალოგი. კიდევ ერთხელ ვამბობთ, დღეს ოცნების მხრიდან დიალოგის არანაირი წინაპირობა არ ჩანს. შესაბამისად, ოპოზიციამაც, პოზიციამაც ყველა მხარემ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი. დიალოგი გარდაუვალია ამ მიმდინარე პროცესში, მაგრამ დიალოგი უნდა იყოს სწორ დროს, სწორი აქტორობის ჩართულობით და ბუნებრივია, მთავარი გასათვალისწინებელი რაც არის ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესები. ოცნებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის საკითხზე განცხადება ლელო ძლიერ საქართველოში 15 მარტს ლიდერთა სათათბირო შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა.